ბევრს გეხსოვებათ 2007 წელი. რა ხდებოდა? როგორ გვარბევდნენ? ჩვენ როგორ ვიცავდით ჩვენ სიტყვის თავისუფლებას, ჩვენს მომავალს, ევროპულ ორიენტაციას ქვეყანაში და არა რაღაცა ჰომოფობიურს ან რაიმე მსგავს. ევროპაში ვინც ყოფილა იცის რა არის ევროპა. დანარჩენებისთვის კი ეს არის უბრალოდ ის, რასაც ნარატივის სახით გეუბნებიან ხოლმე. მოკლედ 2007 წელს როცა ვიცავდით ჩვენს ევროპულ ღირებულებებს, ჩვენს თავისუფლებას, კანონის უზენაესობას ვითხოვდით და ასე შემდეგ, ჩვენ გვარბევდნენ. მაგრამ რამოდენიმე თვის შემდეგ ომი როცა დაიწყო, არავის გახსენებია ნიშა, ნაციონალური მოძრაობა და ასე შემდეგ. ეს ეხებოდა ქვეყანას. ჩვენს ქვეყანას თავს დაესხა მტერი, ჩვენს ქვეყანას დაესხა მტერი, ჩვენს რეგიონში შემოვიდა მტერი, ჩვენს რაიონში შემოვიდა მტერი. ჩვენ არავის დაუსხმევართ თავს. ცხინვალი როკის გვირაბამდე საქართველოა და იქით დვალეთიც, მაგრამ შემოვიდა გორამდე მტერი და ჩვენ ქვეყანას ვიცავდით. წავედით იმისთვის, რომ წამიქცეულიყო მარადისობად, რომ ქვეყნისთვის გაგვეკეთებინა რაიმე, თუნდაც ერთი ტყვია გაგვესროლა, მაგრამ შეგვეკავებინა მტერი. გავიდა აგერ 17 წელი და ერთი ჩინოვნიკი გორიდან ამბობს, რომ ჩვენ თურმე ყოფილვართ მიშას ხულიგნები. ჩვენ თურმე ქალაქს ვარბევდით, ანუ მოროდიორები ყოფილოთ, ხოლო ისინი ვინ შემოვიდნენ რუსები, უნიტაზებს რო იპარავდნენ და ასე შემდეგ. ყოფილან მშვიდობის მყოფელები, რომ მათ გადაარჩინეს ქალაქი. მისგან მე არ მწყის, ვინაიდან ის არის მტერი. ის ადამიანი არის ქვეყნის მტერი. მე მწყის იმ ხალხისგან, რომელიც მას ტაშს უკრავს. ან ჩუმად არიან, არა და 2008-ში ისინიც იქ იბრძოდნენ სხვა დანარჩენებთან ერთად. ყველამ უნდა დავაფიქსიროთ ის აზრი, რომ ეს კაცი უნდა მოშორდეს ხელისუფლებასაც და საერთოდ ქვეყანასაც.